შუა დღემშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ უფრო დიდი ხალხმრავლობაა ჩვენთან სტუდიაში და გეტყვით ვინც მიშა მესხზე ნერვიულობდით უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ნუ ინერვიულებთ და რაში იყო საქმე ამას გეტყვით ნუ ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში სადაც ნარკოლოგიურში გადაყავდი ხო ეგ გარხდებოდა ვიდეოში ხო და რეალურად ეს ყველაფერი იყო ფილმის ანონსი შეგვიძლია ესე ვთქვათ დაგუგლე ზაზუ ეს არის ახალი ფილმი რომელიც კინოეკრანებზე გამოვა 26 ნოემბრიდან ჟანრს რაც შეეხება ეს არის კრიმინალური კომედია ხო სწორად თქვი ყველაფერი და არ შემეშალა მაგრამ როცა დაგუგლე ზაზუ რეალურად ვერაფერი ვერ გავიგე ანუ ამიტომ ველოდებით რომ თქვენგან გავიგოთ რატო უნდა მოვიდეთ 26 ნოემბერს კინოთეატრში თუ 26-ში იქნება პრემიერა და უახლოეს მომავალში და ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან გიორგი მეგრელიშვილი იგივე მეგრელა რეჟისორი და მსახიობი გიო კოხრეიძე დათო დათუკიშვილი მაკო ფაილუძე მარიამ მდივანი გიგი რუხაძე და მიშა მესხი მსახიობები რომლებიც მიხვდებოდით ალბათ უკვე რომ სწორედ ამ ფილმში მონაწილეობენ ეკოჩი ძალიან გრძელი გამომივიდა ხო მიშა ყველაფერი კარგად არის რაც თავარია ეს ვუთხარი მაყურებელს მაგრამ ამ ვიდეოს შემდეგ ალბათ გამოხმაურება მოყვა ისეთი როგორც არ გინდოდა რომ მოყოლა მაგრა იგინებოდი მილიციის მიმართ ამათი დედა რას დავყავართ რა უნდა და მეც რა ვიცი ისე ვიყავი ამ არც ყის ვიძახდი არც არას რა უნდა მეტყვა გაურკვევლობაში დატოვე ბოლომდე ეხლა გაიგებ ეს სარეკლამო კომპანია იყო ფილმს არა მაგრა იმუშავა ძალიან ბევრი ნახო ქონა რაღაც 15000 ვაუ ეხლა უკვე ყველა გაიგებს რა ის არის საქმე უცნაური რა ვიღაცები შიფრავდნენ რომ ის იყო რა ბლანჟეიანი მილიციელი რაღაც გავაკეთე რა ლამბერტ სექსი მენა რაღაც იმაში შეყავდა სად არის ვაფშე ლამბერტ სექსი რატო არ მოიგე ბიჭო ვეღარ გავეტიე არ გველოდება და აღარ იყო არც ისა პეტლიჩკა აღარ მიკროფონი და გველოდება და მე შემოვიყვანო თავს სახელწოდება საინტერესო სახელწოდება დაგუგლე ზაზუ აი გაჩნდა ესე იმიტომ რომ აი გმირი რომელსაც დათო ასრულებს და გიორგი და არიან დეტექტივები ანუ ყველაფერს მოდი ესე ვთქვათ ჩვენც ხო ყველაფერს მეტნაკლებად გუგლავთ ამ ბოლო დროს ერთმანეთს ვესაუბრები და რამე თუ არ ვიცი ეგრევე ადრე მშობლებს ვეკითხებოდით რა მჭიან ყველაფერი ეხლა ჩუმა დავაჭერ და გუგლი ყველაფერი ვიცი რომელი საუბუნე რა ადრე გუგლი მოგლი გიყვარდა ხა გუგლი ეხლა გუგლი და რაღაცა თქვი რა ჩვენასაც გადარეკებით ყვარს არ ყვევდით ხოლმე რაღაცები ვიცოდი ხო არ იცოდი ტელეფონით რა გიტლზის რომელი ის ალბომი რას რა ქვია სახელწოდება და რა მეგონია რომ თვითონ სახელწოდებაც ისეთია რა სოფლიო სახელწოდებაა როდესაც იმედია რომ ისეთი წარმატებული ფილმი იქნება როდესაც ამ სახელს ჩაწერს საზოგადოება ამოვაგდებს ამ ფილმს და ნახავს მსახიობების სურათებს ამ ფოტოებს და სრულმეტრაჟიანი ფილმია ხო სრულმეტრაჟიანი ფილმია რომელიც ახერამხელ ამბიცია ეგრევე ამოაგდებს საინტერესო რა ხდება ფილმში რა მოქმედება არის თუ შეგიძლია ერთი ორი მოდიდან რა გვინდა კიდე უფრო ესეთი საინტერესო ამბები თუ შეგიძლია მარტივი ეს არის მოდით და ვნახოთ უყურეთ აგერ გადმოგცემთ მოსაწვევს დავით ბატონო ჩემო მეორე აგერ მესამე თვლით ამაქვს ყველაფერი ოპერატორები კამერები დააქნევენ თავს რომ ზაზუნა თუ ზაზა არის იმიტომ რომ ზაზუნა ერთ-ერთ მთავარ როლში მგონი როგორც მივხვდი და სათაურშიც ამიტომ ფიგურირებს კი ბატონო ზაზა არის მთავარი აბა დახედე მოსაწვევს და არის ზაზუნა და იქნებ სახიობებსაც გითხოთ რომ მე სამერი საუბრობ ამ თემას და იქნებ სახიობებიც ვასაუბროთ იმიტომ რომ მე რო დავიწყო აღარ გავჩერდი ქალბატონებიდან დავიწყოთ თქვენ როლებზე ვითხარით. ისე იგი მე მაქვს FBI-ის აგენტის როლი. ხა და თავიდან ანუ რო გავიგე ეს როლი რომ მქონდა რაღაც მომინდა რომ დამეგუგლა და მე ნახა ანუ როგორ შემიძლებოდა რომ შემესრულებინა ეს. სანდრა ბალოქს ამოაგდებდა სამართლად. რამენების მაგრამ ანუ ხალი FBI-ის აგენტი ცოტა რთული შესასრულებელი იყო, იმიტომ რომ ანუ ვერაფერი ვერ ვნახე ისეთი საინტერესო, მაგრამ ну რაღაც შევეცადე ჩემი ბურად რაღაც შემესრულებინა. მარიამ თქვენი როლი? მე ვთამაშობ ელენეს როლს გიო შეყვარებული ვარ. გიო შეყვარა ხარ შეყვარებული რეალურად. ელენეს გამოხდება ყველაფერი მე დავომატე. ძალიან საინტერესო პერსონაჟის როლს ვთამაშობ და თითქმის ყველაფერი კინოში რაც ხდება ჩემ გამო.
შენ გამოიწვი ყველაფერი, ხო? რა თქმა უნდა. ელენე და სიყვარულმა გამღრღნელებსაც კი შეუყვარდათ, მღრღნელებსაც არ მოიგინეთ არა მარტო ადამიანებს. ანუ პროფესია როგორც მსახიობობაზე ეს არასდროს არ მიფიქრია და არასდროს არ მომდომებია, მაგრამ დედა და მამა ჩემო მთხოვესაც ადია და ითამაშა და მე რა თქმა უნდა დედა მსახიობი ყავს და დედაც მსახიობი. დედა და მამა მიხდნენ რომ ისეთი გოგო ხარ რომლის გამოც ეგეთი ამბები მარტივად მოხდებოდა ესე იგი და მაგიტო აღმოჩნდი ამ ფილმში. ბოლომდე თამაში შეიძლება არც მოგიწია, ალბათ ცხოვრებაშიც ხდება ეგეთი ამბები და მაგრამ რა ვიცი ხა ფილმში ხდება იქნებ რა ვის გამოშვა და საინტერესოა რომ ნამდვილად უნდა შესულიყავენ მის როლში და გეგრძნო ის რასაც ის ელენე გრძნობდა. რეალური ამბები თუ არის შეტანილი ფილმში. ეს ვიტყვი და მე ისე ვქნი მსახიობს კითხოთ ეს ადრე წავიკითხე ერთი 3 წლის წინ ირლანდიაში მოხდა მართლა ესეთი ხულიგნები იყვნენ და იქ ჭირიანი თაგვი ყავდათ და ამით აშინებდნენ გიჟი ირლანდიელები გადარეულები კაი მხრით და ეს რაღაც ამოვიკითხე და იქიდან რაღაცა დავაგებულები ვარ. ჩვენ ცოტათი ჩვენ ზაზუნა გამოვიყენეთ და რა ვიცი ნახოთ როგორ კრიმინალების ხელში ზაზუნა რას გააკეთებს ნახოთ საყვარელი ზაზუნა სხვათა შორის და თავარი ის არის რომ მოგდა გავაშელე მიხო დამწინოდა და მე რო გარდაიცვალა გადასაღებ მოედანზე გარდაგვეცვალა საწყალი და მიხო მოთქვა აბა ეხა ქელეხის სია შეადგინე მეო დაგცინებ და ამომშალეო ანუ როგორ ექცევით რეჟისორები მსახიობებს მიხვდით რომ გადასაღებ მოედანზე რა დაემართა ერთ-ერთ მსახიობს მართალია ზაზუნა იყო მაგრამ მაინც ამაში რაღაც ჭეშმარიტება მაგრამ მე სახში მოუკვდა ხო ხო გადასაღებ მოედანზე და საგა მივიყვანე ვაი ნარაი სულ რაღაც სოლადა თანან ხშირად ეძინებოდა ხოლმე და გაგვიძებოდა ხო სიცხეში ვიღებდით აგვისტოში ვიღებდით და არ შეიძლება ზაზუნისთვის ანუ თავის რაღაც ტემპერატურა რაღაცები ჭირდება ხო და ის ცოტა სასაცილოა მაგრამ კიდე ერთი მსახიობი ჩვენთან ვის თამაშობს ისეც გარდაიცვალა და ბრინკა და რა ვიცი ეგეც სამწუხაროა ძალიან და რა ვიცი აი გავიხსენოთ ნუ სამძიმრო რა თქმა უნდა, გიერთდები თამაში აუცილებლად. ყავს თანაავტორი სცენარს, როგორც ვიცით, ხო, გიერთი? ლალი მოროშკინა. ხო, როგორ მიხვედით? ეგ ზოგადად საინტერესოა ორი ადამიანი რო თანამშრომლობს. მე ვიცი რომ ლალი კარგად წერს, წიგნი აქვს გამოშვებული, ბევრი კარგად იყიდება და რაღაცა ჩვენ ერთმანეთთან რაღაც ტანდემში მოვედით და თვითონ როგორც სცენარისტია ფილმში და სცენარზე დამეხმარა და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი რომელიც კარგად წერს და რაღაც რჩევებს გაძლევს რა. მონაწილეობს კიდეც ფილმში ან რო მსახიობიც არის ეს. რამდენი ხანი აიღებთ ფილმს? აგვისტოში გადავიღეთ და აი ხა უშვებთ ციგ პოსტ პროდაქშენი ყველაფერი ეკეთებია. დიახ. ვიკითხე რეკორდულ დროში რო გადავიღეთ. თქვენს გითხარით რა ძალიან ჩუბოძი ხარ. ხო რა შეგვიძლია კრიმინალებს თამაშობთ. თუ პოლიციელებს ვიტყვი უნდა აღმოვხვრათ კრიმინალებს. უთხარ მე დაიწყე მე რომ ესე იგი დადატოს გვაქვს ცოტა უცნაური როლი სუელი პოლიციელების დაახლოებით. ბოლომდე არ გავხსნა. მე ზღვის გოჩს თამაშობ. ზღვის გოჩი ვარ. ხო და ეხება რომ ზოგს დავდებთ და ვიჭერთ, ზოგს საერთოდ ვერ ვიჭერთ, ზოგს გუგლავთ, რაც არ ვიცი. კაროჩე აი ისეთ ბოდიში აი ისეთ პოლიციელებს თამაშობთ, რომ აი ნეტას უეგეთი ზაღლები იყვნენ ცხოვრებაში წერა როგორებსაც ჩვენთან. აუ პირდაპირ ეტერი. გაგი როგორც ჩეს გაგიადვილდა. აგერ გვერდზე პოლიცია. როლის მორგება, რამდენად გაგიადვილდა. არ გამიადვილდა. გამომწვარა და გუჭრი. როგორ რაღაც არის, იცი არაპროფესიონალი სასტიკად არაპროფესიონალი პოლიციელები ვართ რა, იმდენად სულელები რომ აი გავამხელ პატარა საიდუმლოებსაც რომ აი იარაღიც კი არ გვაქვს, არ გვენდობა, ბრიყვები რა რაღაც საწოდავიტიბები ვარ და ეხლა ბუნებრივია, ეხლა ადვილი არ არის ცხოვრებაში არ ვართ ეგეთები და ნუ შევეცადეთ. ხოდაშ თქვენთანაც ძალიან ახლოს არის, აქედან მივდივარ პირდაპირ ციხეში მე. აჰა. ქალების ციხეში მივდივარ დასაკრავად. მოკითხვა ჩვენგან, მოკითხვა. თქვენ როლზეც რო გვესაუბროთ, თქვენ მე მგონი ყველაზე ისეთი ასე ვთქვათ ლაითი, თანაი ელენეს შეყვარებული. თავიდან თქვენი ისტორიის გამოვიდა. არა, ხო? არა, აი თქვენ როგორც კონიეტიკრი არ არის, მე ეგეთი კეთილიც არ ხარ. არა, კეთილი ვარ. კეთილი ვარ, ანუ სიყვარულისთვის ბევრ იმაზე ცხოვრებულზე წავედი. ელენეს. თავარი კრიმინალისტვის. აა, პრესტუბნიკია სერიოზული. ჩემი როლის შესახებ იმას გეტყვით, რომ ანუ ჩემს სინამდვილეს არ შეესაბამება, იმიტომ რომ გავამხელე რომ თამაშობ მათხოვრის როლს. მათხოვრის როლს ისევ თამაშობ, რომ რავი თავიდან მეგრელამ რომ დამამტკიცე ამ როლზე სცენარის არ გადამიხედია რა მეკონა ძალიან ისე მივედი სერიოზულად რაღაცა უიმზადე სახში სარკე შევხედე აბა შენიც იგიგი და რაღაცა და
რომ მივედა სცენას საერთოდ არ გადამიხდა უკვე რომ დავიწყე გადაღება ჯერ შარვალი გაიხიე ანუ ეს ანუ თავიდან არ ვთქვათ რომ მათხოვარი ხარო რა შეგაპარეს შემაპარეს თავიდან ჯერ ის გაიხიეო შარვალიო გაიხიეო ეს ქუდი მქონდა ეს ლეგენდარული ქუდი ამას მე ნახავთ ფილმში თუ წახვალ ქუდი და ეს მაიკა და ისე მოხდა ეს ყველაფერი რომ პეკინზე ვინც კი მათხოვარი იყო ყველა გავწი გამოვწიე და ბოლოს ისე მოხდა რომ ამ ზაფხულის განმავლობაში ვერ ვისვენებდი სამწუხაროდ ყველაზე მეტი ფული იშოვა იმდენი ფული ვიშოვე გითხრათ ეგვიპტეში წავედი დასასვენებლად ამ როლის გადამკიდე რავი სხვა რა გიძიაშენი ლავაზი თვალები ჭირივე და იყო ბაზარი ეგ იყო ნუ დამეხმარეთ ვიშეთ შენ ვის თამაშობ რა ვიცი თუ იცოდე ვის თამაშობ მოდი და შენ მითხარი ვის თამაშობ პრესტო გაურკვეველი პროპაგანდაში არ ჩაგვითვალონ მე მიშა არის კანონიერი ქურდი არა თვალთ ეგრე არ არის რომ ადამიანი ის კოლორიტი რომელიც უხდება წვიტავს და ანუ რაღაცა და მაყურებელი მასტია ხო პალაჟენეცია გოგლიკას პერსონაჟისგან რითი განსხვავდება ეს პერსონაჟი? კი, არა ძალიან განსხვავდება. განსხვავებულია? იმდენი კატა მოათვინიერა ამ კაცმა. კი, ახლა გოგლიკა ახლა ისეთი რაღაცა როგორ თქვა ესე ბოდიში და რაღაცა ყველაფერი რო ბოდიშა ფეხებზე კიდია და ეგეთი ტიპია, ხო? ახლა რეალურად ორი სიტყვით რო ვთქვა გოგლიკას პერსონაჟი. ეს დასტოინი და ტროსტით და რაღაცა პაპა ქურდები რო ჩითავდნენ ეგეთი ქურდია ახლა. გოგლიკა თავის ფილმში ესეთია, თან მხიარულია, თან საქმეებსაც ასე თან სერიოზ. აქ მიშა არის სულ სერიოზული, აი სულ სერიოზული. აბა თვითონ გითხოთ. აბა მიშა მოყრე მასავი ვერ გავე ეგეთი მიშა ვერ დავიჭირე ისეთ სერიოზული ქურდია ყველას ვიჭერთ ამის გარდა ვერ დავიჭირე ფებერი ქართულ ამბავში საიდან მოხდა ანუ სასაცილო ანუ სასაცილო ანუ ამათ ვეხმარები რომ ამათ ვეხმარები ანუ ამ რაღაც კრიმინალების დაჭერაში ანუ იმდენად სულელები არიან ესენი რომ ისეთი მიკროფონი მოხდა კრიმინალები ვართ პოლიციის იმერა შეგიძლია და ანუ ვეხმარები ამათ დაჭერაში რა. დაახლოებით ვიცი რომ ფილმი დაждდა რაც შენ იმათხოვე ის თანხა ხო? არა. მე ვისაუბრე მაგმაყუდი ვერ წახვიდოდი. მე იმდენი ვისაუბრე ეგვიპტეში ნახდი ვერ დაიშვერე ფუტბოლის კლუბის სასწავლოში მაგმაყუდი. არა ისე დაიმთხო რომ აი ეს ყველაფერი პალიტრის ტექნიკა რომელიც ტექნიკით დამეხმარა და აი არ მიყვარს ეს ტრაფარეტული სტруები მაგრამ ვიტყვი მართლა დიდი მადლობა იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ინდუსტრიაში ტექნიკას რომელიც და ოპერატორებს იმ ცოცხალ ძალას რომელიც კადრის უკან არის და ზაფხულში კი ბატონო ჩვენ მოდიებ ჭყალებში ვიტყვი თამაშობთ და ისინი ამ მუშაობენ და მეც კადრს უკან რო დგევარ აქ რაღაცა სხვა სიტუაცია და ისინი ფიქრობენ სხვა რამეს და ეს ერთმანეთს რო ემთხვევა ყველაფერი ცხელ ზაფხულში მით უმეტეს თუ კარგად ჩაგიგდებენ პეკინზე ფულს ანუ ეს ყველაფერი დაემთხვა ანუ პალიტრის ტექნიკა ჩვენი რაღაც იდეასთან გაერთიანება ჩვენ ერთობას მაგრა დაემთხვა ეხლა და ოპერატორი GDS-ის წინაშკაშია გახედეთ აი ყველაფერი მაგრა ემთხვა და სეანსებზე თუ დაეშვებიან ბავშვები რამე ესეთი სცენები ხო არ არის სასიყვარულო ან რაღაც ისეთი სცენები სადაც კი ბატონო მე მყავს 12 წლის შვილი და არ ვიცი ეხლა ისეთი ყველაფერი აქვს უკვე ნანახი არ ვიცი Google-ში ალბათ ესეც Google-ის მეშვეობით მე ვცდილობ რომ ანუ როცა ინტერნეტში არსებობს და გავუკონტროლებ ისეთი არაფერი არ არის მე ესე ვთვლი რომ დაუშვათ შვილს ესე თვალებზე ხელი ააფარო, მაგრამ რაღაცები არიან უკვე იციან. ხა 2-3 წლის ბავშვი ვერ გაიგებს. მე მგონი ასაკი არ არის, ხო შეზღუდული. ხო არ არის და ხა 12-13 წლის ბავშვი გაიგებს რა. მოდი კიდე ერთხელ გავახსენოთ, როდის არის პრემიერა? 26. სეპტემბერში რა მინდა აღნიშნო, რომ თვითონ ჯგუფი იმდენად შეკრული ხართ, ესეთი ხალისიანები ხართ, რომ მე პირადად ჯერ ესეთი გიცნობთ და ისედაც მოვიდოდი და აი ამ აურამ ძალიან დამაინტერესა რომ მოვიდე პრემიერას და ყველას და წარმოგიდგენია გადაღების პროცესი როგორი იქნებოდა და სავადრაუდოდ ძალიან გაიწელებოდა ინტენსიცინოდი. ხო სიცხეს გადაიღო საკუთრებში ფილმს როგორი იღებდურად აი გარი ყველაზე მაგარი გადასახები სოფლიოს უნდა აჩვენო აი სტივ მარტინი და ის სულ თამაშობენ თუ გაკის ფილმი ნანახილა ქვია ედი მერფი ჩუმად რო დაყვებიან და რო იღებენ აი აი იგივე ვარიანტია რაღაც დარწმუნებული ვარ ძალიან სახალისო იყო და ძალიან კარგი გამოხმაურებაც იქნება
ერთი რაღაც მინდა თქვა არის გადაცემები ხოლმე როდესაც პირდაპირ ეთერში ვარ და რო იხედებენ და შეიძლება მოკითხვა გადავცე და რაღაცას რომ მე მართლა ვეძებ ერთ მსახიობს რომელმაც ითამაშა ამ ფილმში და ვერ უკავშირდები და შეიძლება ალექსანდრე შენგელიას ვეძებ 3 დღეა რომელიც ძალიან კარგად ითამაშა ამ ფილმში და მინდა რომ იძებნება გავიდა და სამშაბათო მართლა არ ვიცი და არ მინდა რომ ჩამე ვეძებ სოციალურ ქსელს ნათესავებს მაქვს ბოლო ორი მოსაწევი ალექსანდრე საშკა სანდრო და მინდა რომ რაღაცას მოდი პრემიერა გაქვს თან მოდი ზაზულის გამანთავისუფლებელო ადამიანო პერსონაჟი ეგ რომელია სანდროს მოუწოდებთ ალექსანდრეს გამოვიდეს და შორის ძალიან კარგად ითამაშა მოუწოდებთ და ჩვენს მაყურებელსაც მოუწოდებთ რომ 26 ნოემბერს პრემიერაზე მობრძანეთ ამირანში არის პრემიერა და მე ყველა კინოთეატრში დადგება ეს ყველა ოჯახის წევრებს ხელი წარმატებები სიამოვნებით მოვა თქვენ პრემიერაზე კომედია იმდენად განსხვავებულია და სხვანაირია რომ აი ქართული ფილმი ესეთი ჯერ მსგავსიც არ ყოფილა აი სულ სხვანაირი მე იმას კი არ ვუძახი რომ ყველაზე კარგი ან ყველაზე ცუდი უბრალოდ აბსოლუტურად განსხვავდება ვის არ გავს და არავის არ გავს თავისთვის დაგუგლეთ და მობრძანეთ 26-ში დროებით ჩვენ დავბრუნდებით ცოტა ხანში